კამელია ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე სამშვიდობისა ბატონი ნიკა მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს არ ვიცი ეს თქვენი ხუმრობაა თუ სხვისი ხუმრობაა თავის გადაპარსვა ჩემი ხელწერა არ არისო თქვენ თქვით იმის პასუხად რომ თქვა რომ ჩემი ხელწერა არ არის შემდეგ ის მოხდა ანუ ამით რის თქმა გნებავთ რომ თქვენ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმე არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური მდგენელის შემცველი? დიახ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც ქალბატონი თურნავას ეკონომიკის მინისტრის განცხადება მოვისმინე მეც როგორც ყველა რომ თითქოს მათი ხელწერა არ არის ბიზნესზე ზეწოლა, რა თქმა უნდა ამ განცხადება გამახსენა ბახტაძის განცხადება, როდესაც მან თქვა რომ რეზინის ტყუების სროლა და დარბევა და ცეცხლოვანი გაზის გასროლა არ არის მათი ხელწერა, ну დაახლოებით ეხლა ეს იგივეა, ახლა მე რო თქვა რომ თავის გადაპასვა არ არის ჩემი ხელწერა, ეხლაც ეს არ არის ხუმრობით ნათქვამი, რამდენადაც ამით ვეცადე უბრალოდ რეალური სახე დამენახებია ამ ხელისუფლების, რომელიც აი ესე კადნიერად ერთს აკეთებს და მეორეს ამბობს და მიაჩნია რომ აი რასაც იტყვიან იმას დაუჯერებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვიდრე რასაც ხედავს საკუთარი თვალებით. ხო წარმოუდგენელია, ეხლა მე მგონი ეხლა არ დარჩება ოდნავ მაინც ობიექტური ადამიანი ამ ქვეყანაში ვაცხოვრებელი, ვინც იტყვის რომ ხაზარაძე, მამუკას და ბადრი ჯაფარიძეს ბიძინა ივანიშვილი სამართლიანად დევნის. არა, რა თქმა უნდა, დევნის, იმიტომ რომ ეშინია ყველა იმ ადამიანის ბიძინა ივანიშვილს, ვისაც ოდესმე ხალხი ან გაჰყოლია, ან მიყვება, ან გაყვება. ყველა ადამიანის ეშინია გავარდნილი ტყვიასავით და რა თქმა უნდა ცდილობს მოიშოროს ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდებით და პროკურატურა სწორად აღნიშნა ბატონმა ხაზარაძემ, დიახ, ეს არის საბჭოთა პროკურატურა, ეს არის პარტიული პროკურატურა, რომელიც არის მისი ყოფილი იურისტის არ ვიცი ხელმძღვანელობის ქვეშ და ასრულებს მხოლოდ ბანაურად ჟღერს მე მესმის ჩემთვისაც ხშირად რომ ისმის ჩემი ხმა? ალო. დიახ, გისმენთ ნიკა, დიახ. იცით რა, ჩემთვისაც როდესაც ვამბობ, იცით რა, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა, ერთპიროვნული მმართველობა, მეც მომბეს და მოყეჭეს ფრაზები, როდესაც ჩემს მიერ არის წარმოთქმული, მე თვითონაც ვიჭერ ჩემ თავში განსაცვა, აღარ მსიამ, მაგრამ რეალობა ასეთია. აბა რას აკეთებს თადუმაძე ხალხო იმ პროკურატურაში ყოფილი იურისტი ბიძინა ივანიშვილის, რას აკეთებს მართლმსაჯულებას ემსახურება? რას აკეთებს ბატონი ჩუბინიძე, რას აკეთებდა მისი ყოფილი დაცვის უფროსი? ხო ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, ხო ვნახეთ რას აკეთებს გომევაური, ანუ ეს ხობა ჩამოაყალიბა და უბრალოდ დაინახეთ ივანიშვილს რომ საფრთხე ემუქრება რეალური, რომ ეს მის მიერ ნაწვალებად აშენებული რაღაცა წყობილება დაინგრეს ხულხულასავით და გადავიდა ღიად უკვე რეპრესიებზე. დიახაც, მე შეიძლება კითხვები მქონდეს, შესაძლებელია მქონოდა და მას კიდევ ვაც ხო ეხლა არაერთი ხაზარაძესა დაკავშირებით დაიწყო. აი რა კითხვა გაქვთ მაგალითად ნიკა, რატომ გეკითხებით, იცით, აი ოლიგარქი უწოდა მას მიხეილ სააკაშვილმაც რაღაცა ერთი ტიპის განზომილებები დააყენა ეს ისინი. ხო, მაგრამ ეხლა არავითარ შემთხვევაში არავის არ ვეთანხმებია, ვინც არ უნდა იყოს, რომ არის დრო, როდესაც პოლიტიკურად იდევნება ადამიანი, მას რაღაცა წარმოაძახო. არავითარ შემთხვევაში ჩემ თავზეც ვარ გამოცდილი და ეს არ არის მართალი. ეს არ არის სწორი პოზიცია, ეს არ არის ღირსეული პოზიცია, როდესაც ეხლა შენ შეგიძლია, მე ადრე მithქვავს, რა თქმა უნდა და ჩემთვის მიუღებელი იყო, როდესაც ბატონი ხაზარაძე ჩხატიშვილთან ერთად საქმის გასარჩევად ბიძინა ივანიშვილი დადიოდა, მაგრამ ეს ადრე ქონდა ნათქვამი და დღეს ამაზე საუბარი არ შეიძლება, ვინაიდან ეს ადამიანი ჩემთვის დიახაც ხაზარაძე არის სომხარეს. ხაზარაძე არის იმ მხარეს, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის დგას და ეს არის
სურვილი უკვე მათაც დაუყებელიო ოლიგარქატი ამ ქვეყანაში აღარ არსებობდეს და არ არსებობდეს 1 2 3 4 რაღაცა ვასალი რომელიც ყველაფერს განაგებს ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის აკეთილდღეოდ და ეხლა ვის დაიწყებს საუბარს აი ამ ცხელ დღეებში განსაკუთრებით ხაზარაძეს საწინააღმდეგო მესიჯებით ის უბრალოდ არასწორი ადამიანი იქნება და ჩემის აზრით წესქვილს დაასხამს წყალს ბიძინა ივანიშვილის ნიკა, როდესაც თქვენ ამბობთ არაერთხელ რომ ხაზარაძე იდევნება, აი შეგიძლიათ თქვენი ვერსია გითხრათ, რისთვის იდევნება ის, რატომ იდევნება, რატომ დაჭერდა მისი თავი ივანიშვილს? ხახო, ჩვენთვის მე უფრო ფართო კონტექსტში დავინახავდი, ფართო სურათში დავინახავდი ამ მოვლენას, ვიდრე მხოლოდ დეტალებში, მიუხედავად იმისა, დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის. დიახაც, ხაზარაძე ერთი არის იმ პროექტში ჩართული, რომელიც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, პორტს გულისხმობ, ბუნებრივია და იმ ყველაფრის გათვალისწინებით რა წმენდაც მე მაქვს და ძალიან ბევრი ადამიანს ამ ქვეყანაში ჩვენ სუვერენული ხელისუფლება, ანუ ხელისუფლება, რომელიც თვითყოფადია და თავის თავზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღებაში, არ ყავს საერთოდ და დიახაც ამ მოვლენებმა უკანასკნელი ერთი თვის მოვლენება ნათლად დაადასტურა და გამოკებეთა რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული, რა თქმა უნდა, მე არათუ ვიშვებ, დარწმუნებული ვარ, რომ ხაზარაძის დევნაც დიახაც მეწილად არის გამომდინარე იმ საფრთხიდან, რომელსაც ხედავს რუსეთის ფედერაცია პორტის მშენებლობაში. და რა თქმა უნდა, არ უნდა იქ აშენდეს ეს პორტი და თუკი ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეზე მიიტანენ იერის რომლებიც არიან ამ პროცესის ეპიცენტრში, ბუნებრივია ის ყველაფერი ვერ დაკეთდება. აქ თავარი სამიზნე ანაკლია, ნიკა, თქვენი აზრით ანაკლია აქ თავარი სამიზნე? დიახ, მე დაწუნებული ვარ, ამიტომ ვთქვი, რომ ფართო სურათში დავინახავდი ამ პროცესს. ფართო სურათში დავინახავდი ამ პროცესს და იქ არ არის უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ რა თქმა უნდა, დიდი წელი ამ პროცესში უკავია იმ შიშებს და ფობიებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გააჩნია ხაზარაძის მიმართ, რომ იგი პოლიტიკაში შემოსვლის პირობებში ივანიშვილს მნიშვნელოვნად დააზიანებს, ის დაზიანებულს ასე თვლის, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი და არც თუ უსაფუძოდ, მაგრამ ხრედითი წელი მისი გადაწყვეტილების მიღებაშია. მოდის ანაკლიის პორტზე კვლავ დავბრუნდები უკან და ვიტყვი, გამომდინარე რუსეთის ფედერაციის ჭურვებიდან. დიახაც, რაც არ უნდა გულზე რაღაცა ჯირიცემას და ჩამითვალოს მავალმა, დიახაც, ჩვენთვის 20 იანვრის შემდეგ ეს ხელისუფლება ღიად არის საოკუპაციო რეჟიმის, არ ვიცი, ნებასრულების შესრულებელი, რომელიც თავისთავად მე არ ვამბობ, რომ იდეოლოგიურად არის, ასე ვთქვათ, კავშირში, მაგალითად, მთელი ქართული ოცნება რუსეთის ფედერაცია იდეოლოგიურად, მე რაღაცას მაინც ვჟეროდეთ, გამიგეთ? და ვიტყოდით, რომ აი ესენი ხედავენ ამ ქვეყნის მოვლენას, თუნდაც იქ სადაც ცივილიზაცია არ მოდის, ხო? იდეოლოგიურად მაინც ხონდეთ, რაიმე არა, უბრალოდ ეხა თავიდან ბოლომდე მიედნენ რუსეთს, ვინაიდან იქ დაინახეს ხსნა რომელიც გულისხმობს ხელისუფლებაში დარჩენას ივანიშვილის და ამიტომ არიან ჩამოკიდებულები ეხა რუსეთის ფედერაციას თავიდან ბოლომდე, თორე ეხა მეტი რა უნდა მოხდეს ერთი დღეების განმავლობაში უკვე თითქმის თვეზე მეტია ერთი ივნისში აკეთებს განცხადებას კრემლი და აკეთებს განცხადებას ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირები, რა ვიცი, პრეზიდენტი იქნება, ეს პრემიერ-მინისტრი იქნება თუ თავად ბიძინა ივანიშვილი. მეტი რა უნდა მოხდეს, ეხლა რუსეთის რბილი ძალის თეორია ამას გულისხმობს ეხლა და არ ისვიან კალაშნიკოვს რუსთაველის გავზირზე, არასოდეს აღარ გაისვიან. დიახაც, ასე აპირებენ შეზღუდვას. აი, მე კითხვა მაქვს ასეთი. წინა უდრა ჯანსაღი ნაწილი ერის. თქვენ ნაციონალურ ამას არაადეკვატურად პასუხობს ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენთ და მაინტერესებს პოლიტიკურ პროცესში თქვენი აზრით რას ცვლის ეს ხაზარაძის შემთხვევა მისი მხრიდან დაანონსებული მოძრაობის შექმნის პერსპექტივა პოლიტიკურ პროცესს აი დიდი კონტექსტი ახსენეთ თქვენ რას ცვლის 2020-ისთვის ის შეიძლება თქვენი კონკურენტიც გახდეს აი ეს რა მე გეუბნები ყველა უნდა ითქვას, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, როდესაც საარჩევნო კამპანია დაიწყება, ჩვენსაც ვეცდებით, რომ ამორჩეველი მოუმართოთ ჩვენსკენ.
და ბუნებრივია ამორჩეველი წავა იქითკენ, ანუ იმ პარტიისკენ, ვისაც დაინახავს უფრო მეტ ძალისხმევას, რომ ამ ქვეყანას რაიმე ეშველოს. ბუნებრივი პროცესი იქნება, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის. მე პირიქით მივესალმები ყველას, ვინც დადგება ისტორიის სწორ მხარეს და თქვი აკი ერთხელ არაფოდ ისტორიის სწორ მხარეს, დავით ავტობუსების სწორ მხარეს. როდესაც ისტორიის სწორ მხარეს დგას ადამიანი და ებრძვის ამ ქვეყნის თუნდაც გვიან, მაგრამ მაინც ხმავს, იშიშვლებს და ებრძვის იმას, ვისაც შემებძვი წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოებრიობის, ასე ვთქვათ, საფრთხის ქვეშ დამყენებელი ადამიანია, ის ახლა როგორ შეიძლება ბრძოლა გაუჩაღო ისტორიის მხარეს დგომ ნებისმიერ სუბიექტს. მივესალმები ყველას აბსოლუტურად. და მე დაწუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რა ხარ ვკითხე, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი სისტემური პარტია, ერთადერთი სისტემური პარტია საქართველოში, ხა მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს ეს ასეა და ასევე დაწუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება მართვის ადევებიდან ნაციონალური მოძრაობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს. 0.001% არ არსებობს ამის შესაძლებლობა და ამას აფუძნობიერებს პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი და მან ძალიან კარგად იცის. და ამიტომაც ყავათ მას წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდებით მიზანში ამოღებული და ასევე ესმის სხვადასხვა ჩათვის მისაღებ პოლიტიკოსებსაც, უბრალოდ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებსაც რომ წარმოადგენენ ეს მოცემულობა, მაგრამ ხშირად ისინი ცდუნებას ვერ უძლებენ და იქ სადაც არ არის ქიშტობის დრო ოპოზიციური პარტიებს შორის იქ იწყებენ ქიშტობას, იმიტომ რომ საკუთარი დიდი პარტია ვართ, მე ამას ვაცნობიერებ, დიდი პარტია ვართ და პატარა მოცე პარტია ვაკომპლექსებ ხშირად, იმიტომ რომ მათაც ხომშველიათ იციან რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ბიძინა ივანიშვილი და უნდა დაამარცხოს. ამიტომ საკუთარი დღის წესრიგით, პარტიული დღის წესრიგით ცხოვრობენ ხოლმე, მაგრამ ცდილობ ახლაც ბევრი მაქვს საფრთხე, მაგრამ გაიგებ არ ვიტყვი, ხშირად ჩემის აზრით შეცდომებს უშვებენ და მიზანი ერევათ ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ნაცვლად აკრიტიკებენ, მაგრამ მაგალითად მე აკრიტიკებენ მაგალითად სააკაშვილს და სხვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. იმ დღეებში, როდესაც ეს არ უნდა იყოს განხილვის საგანი. რატომ და იმიტომ რომ მათ შენივად იციან რომ ბიძინა ივანიშვილის მოშორების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა განხილვის ნაციონალური მოძრაობა რა თქმა უნდა კოალიციურ ფორმატში თუ სხვა ფორმატში იმოვა ხელისუფლებაში და აქედანვე იჭერენ თადარის. რა თქმა უნდა ეს გემოვნების საკითხია, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხია, პოლიტიკური სხვადასხვა პარტიების როგორ მოიქცევიან, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ახლა ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, თორე ეხლა რომ ჩამთოთ თქვენ ეთერში და საღამო 11-ის ნახევრამდე რომ მომწევთ დრო, იმდეს ვილაპარაკებ, მამუკა ხაზარაძეზე და იმდეს ვისაუბრებ, ვადი ჯაფარიძეზე, კონკრეტული ფაქტები და არგუმენტებით, რომ მე მგონი არ მოვაწყენ მაყურებელს უბრალოდ ეხლა რა გვაწუხებს ჩვენ, რა გვაწუხებს ის რომ სახელმწიფოებრიობა ეკოლობა ჭაობში და აქედან შეიძლება ისე გადავჩეხოს ბიძინა ივანიშვილი ამ ჭაობში, რომ იქ ვეღარ ამოვიდეთ, არიადნეს ძაფის გორგალიც რომ ჩამოვიდონ 1, 10 და 20, მაინც ვეღარ ამოვათ, ხო? თუ უბრალოდ რაღაცა ირონიული კონფლიქტი მამუკა ხაზარაძესთან და ვადიმ ჯაფარიძესთან მსხვერპლთან. არავითარ შემთხვევაში უნდა დავდგეთ ჩვენს თავზე, ჩვენ თავს უნდა ვაჯობოთ ერთი სიტყვით. რა და დიახ ნიკა, აი რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, ახლა თქვენ სწორედ ამ აღკვეთილი ღონისძიებით ამ ფორმით მონაწილეობთ ახლა ჩვენს ეთერში. ფიქრობთ რომ ხაზარაძეს რთულ ფორმას შეუფარდებენ? შეიძლება რომ ისინი დააკავონ რა პრაგმატული ნაწილია ამ დროს ხელისუფლებას? თუ პოლიტიკაში ზოგადად ეხლა სამ ქართველი პოლიტიკოსისთვის პატიმრობა, შინაპატიმრობა ან ნებისმიერი სახის აღკვეთი ღონისძიება დაახლოებით იგივეა, რაც დასაქმებული ადამიანისთვის მივლინება. ეს უნდა დავუშვათ, ეს ასე არის. და მე ამას უყურებ როგორც ჩვეულებრივ მოვლენას სამწუხაროდ. მე რო ვიყო ეხლა ბრიტანეთში მაცხოვრებ, ამას ეხლა ბუნებრივია ეს სამოჯური მე არ მეკითხებოდა, იმიტომ რომ მტკიცებულება არ არსებობს. და გამაგრებული საკ არაფრით არ ქონდათ, რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრებული იყო ჩვენ შემთხვევაში როგორც დამთავრდა, მაგრამ ახლა არაერთი პატიმარი როგორც ჩანს კიდევ იქნება. ახლა ვერ გეტყვით, ყველაფერია მოსალოდნელი, თუ მამუკა ხაზარაძეს აქვს გადაწყვეტილი რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს, რა თქმა უნდა არ გამოგვიცხავ არაფერს.
არ გამოურიცხავ არაფერს, თუმცა ერთი რამე მინდა თქვა, ბიძინა ივანიშვილი თამაშობს უკვე წაგებულ პარტიას. ყველაფერი, რასაც იგი გააკეთებს, მარცხით დამთავრდება. მეტიც, იგი ჩვენ ქართველი პოლიტიკოსებს, რომელსაც ელჩის, აი ერთგვარად გვაქცევს მელოგრამის გმირებად რა. უნდა გვაქცევს, ყველა საბედისწერო შემთხვევებიდან მაინც რომ გამარჯვებული გამოდიან. აი ესე გამოვოთ ყველა მიუხედავად ძაფრი ემოციებისა, რაღაცა პათეტიკური ნებათა ღელობისა, მაინც გამარჯვებულები გამოვათ. განწირულები ვართ უბრალოდ გამარჯვებულებს, იმიტომ რომ ისტორიის მომხარეზე დგავართ. ესმით და სამაჯოს დაგვადებენ, პატიმრობას მოგიჯიან. ამით აი უბრალოდ დროსაც კი ვერ მოიგებს. ხახლა 20 ივნისიდან დღეს რა რიცხვია? 24 ივნისია, ხო? უღრმესი პოლიტიკური კრიზისია. ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკეთებს. მე ხშირად ვუყურებ სახელმწიფო მედიის, ასე ვთქვათ, გადაცემებსაც. რა ეხლა 24 საათი ცდილობ რომ ყველა გადაცემა ძალიან ყურადღებით ვადენო თვალი, ხო? არანაირი უბრალოდ პოზიტიური დღესასწაული მათ არ აქვს, აი ამ თვენახევრის განმავლობაში პრაქტიკულად რა. საუბრობენ მხოლოდ რომ იმას სიკვდილი, ამას ჩამოშობა, იმან ესქნა, ამას ეკნა და ახლა ყველას დაავიწყდა ხელისუფლებაში, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან იმისათვის, რომ ემსახურონ ხალხს. აბსოლუტურად დაავიწყდათ და იციან რომ დაავიწყდათ, მაგრამ ამისთვის არ ცხელათ. თქვენ წარმოვიდგინეთ, მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ვერ ვაცნობიერებ როგორ უნდა მივიდეს ეს ხელისუფლება 2020 წლამდე. მიჭირს ამის პროგნოზირება, იმიტომ რომ ასეთი ასე ვთქვათ ბზარდი ჩაღრმავებული კრიზისი ხო ხელისუფლებას დიდი ხანია უბრალოდ არც ეს არ ხონია ეს არ არის რაღაცა სტაგნაცია რაღაცა კრიზისი არ ფიქრობს ხელისუფლება ნიკა აქ როდესაც ყვანან ხოლმე სტუმრად აქცია მილევად რეჟიმში ასე ფიქრობენ მაგალითად რომ 200-მდე კაცი არის მაქსიმუმ ასე თქვა ივანიშვილმა აქციაზე და მეც ვერ აგროვებენ ხომ ასეთი ნარატივია გაცილებით თავდაჯერებულია ხელისუფლება ვიდრე ახლა თქვენ შეიძლება არა ვერ ვიქნები ორიგინალური ბევრჯერ თქვა და ამიტომ ბევრ ხელისუფლებას ასე ეგონა როდესაც თავების დათვალს იწყებდნენ რომ მუხტი გაქრა და სადღაცა ეს წყრომა აუთხრა სინამდვილეში პირიქით აი როგორ გითხრათ იცით აი თოვლის გუნდის პრინციპით ეს ზვითრება და ძალიან დიდი ზვავი დაატყამს ამ ხელისუფლებას წინ შემოდგომარე მე ხა არაფერს არ პროგნოზირებ მაგრამ უბრალოდ ლოგიკურად ვუშვებ რომ შემოდგომა იქნება ძალიან ძიმე ხალხო ხელისუფლებისთვის იმიტომ რომ ხელისუფლება ერთი არ აღიარებს რომ იგი არის კრიზისში მეორეც თავიდან ბოლომდე ჩაებღაუჭა შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას და ამით ერთი მოსკოვ თლიანად ინსტიტუციურად შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც ინსტიტუცია რომელიც ამ ინსტიტუციის მდგრადობაზეა საუბარი დააკომპლექსა მთელი ყველა პოლიციელი ასე ვთქვათ ვინც სამართლიანად ან უსამართლოდ იქ არის დანიშნული და მეტიც არის სერიოზული საუბარი ბიძინა ივანიშვილის კარზე რომ გახარია შესაძლებელია პრემიერ-მინისტრათაც კი დანიშნოს და ეს უბრალოდ ჭორის დონეზე ამას არ ვსაუბრობ რა და ამ ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი და იმიტომ რომ რეალობას არის მოწყვეტილი როდესაც შეხარ რეალობას მოწყვეტილი უნდა ელოდო რომ ყველაზე შესაძლებელი ადამიანი გახარია დღეს თავრობაში დანიშნო პრემიერ-მინისტრის ასე ვთქვათ სავარჯიშო ჩასვა რითიც ეცდები რომ გადაკეთონ თლიანად ხერხემალში საზოგადოება და ხელი ჩააქნევიო ბრძოლაზე აი ამას ვარაუდობს ბიძინა ივანიშვილი ეხლა არის უბრალოდ სიტახვედის დრო იგი თვლის და უნდა მოვაწვეს აქეთ ხალხს და არაპირიქით დაიხიოს ამიტომ ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად და ნუც იმას ვიფიქრებთ რომ პროპორციული ის სისტემა არის უკვე ხოთს შესხული კაცმა არ იცის ბიძინა იმიტომ გაგასცემეთ და დავასრულებ თეატრალურკლიანი გავიხსენე ამას წინათ რამდენიმე დღის წინ როგორც მინისტრი მის გარშემო იყო ძალიან დიდი შავი ღრუბლები თუ გახსოვთ ხო თავზე და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო მისი თანამდებობები და გათავისუფლება მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატებიც კი არ უარყოფდნენ მაგრამ გადალახეს ის
თავიანთი ესეა დღეს თეატრალიანი არავის არ ახსოვს. ამიტომ ნუ რაველი ვიქნებით მშვიდად და გულხელ დაკრეფილნი, რომ დღეს თუ გახარია არის მიუღებელი და საზოგადოების დიდი ნაწილი ანტაგონისტურადაც კი არის მის მიმართ განწყობილი, თუ ამ ბრძოლას ჩვენ შევანელეთ, გახარია არ იქცევა კვლავ ასე ვთქვათ ერთგვარ მისაღებ ადამიანად ქართული ოცნების რიგებში, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატებისთვისაც. კი ბატონო, ნიკა მელე ბასხობდა ჩვენ შეკითხვებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე.